დილამ შვიდობის ხალხო როგორ ხართ? ფაქტიურად გუშინ ვიდეო მოზგანა. გუშინ ვიდეო არ ჩამიწერი. -1 გრადუსია და როგორ მივდივარ. ცხელა. ესე იგი წუხერე დავიბან თავი არ დავივარცხნი და იგი გავიშრე. ეხა ის ნახეთ. ანუ ფაქტიურად რქა გამომდის. კინაღამ წამალი დამავიწყდა. გამოგცევისას დავლიე. ხო და აქაა სადღაცას. ანუ სირბილში დავლიე ეგეც და სანამ არ მივალ ახლა წყალს ვერ დავლიე. გაბიჭირა სადღაცას. მაშტკავ გამასწრო, იმიტომ რომ ზუსტად 9 წუთი იყო რომ უნდა გამოსულიყავი, მაგრამ გამახსენდა რომ ქათმებისთვის არ მქონდა კარი გაღებული და ასე დავრჩი. არა უშავად ჩავალ, არ არის პრობლემა. დილით არაფერი არ მაქვს ისეთი. წუხერ მინდოდა ვიდეოში ჩაწერა, მაგრამ ვერა. წავკუდი. დილას დავამთავრე სერიალი. რაღაცეთ გული დამწყდა კიდე მინდოდა. ძალიან კაი ფილმია, ხალხო სერიალია. დიდხნიანი არ არის, მალე უყურებთ, არ გაიწელა. და თან მე კიდე უფრო მეტი მინდოდა რომ მეტად 5-6 სეზონი კიდე მეტი. რა დაგიმალოთ და ფეხი მეტკინა. 2 დღეა არ მიგრძნია ფეხის ტკივილი და ეხან ძალა დავატანე კიდე რაღაცა. რავი მე რამდენი დღეა რაც ვსვავ, საყიდელი მაქვს წამალი ვიყიდო. და აი ნახევარი თვე რო გავა, რო დავლევ. შევხედავ და მე მგონი მაინც წვალ დოპლერის გადასაღებად. აი მაგრამ მткиრთ. მაშტკას დაველოდებოდი, მაგრამ მაშტკა ჩავევლის 5 წუთში შეიძლება საერთოდ დალოდებაც კი შეიძლება, მაგრამ რავი. ეს 15 წუთი მოვიდგე მაშინ რა სანამ აქამდე მოვა. ჯერჯერობით ვიაროთ და ვიყოთ იმის იმედზე რომ ვინმე გაგვიჩერებს. თუ რა და ჩავფოხულდეთ. აი სახე მომწონს. იმხნიო პატარა. ეხა აკეთებენ და კაი საყვარელი სახლი გამოვა. მე მგონი ფეხი გახურდა და გაიტანა. ტელეფონი აჩვენებს -1-ს, მაგრამ არ გონია რომ -1 იყოს. აი ეს რამ ჩამოწმევინა დეკემბრის დასაწყისში. წითელი მარშრუტკა მოდის, მაგრამ არ არის ეგ ხაზის მარშრუტკა. ეს ნახეთ რა დაბლა. რა იკალად ბურთელი ყაჭე უყელო მიდი ჩააგდე რა. ფეხი ციარულს აქვს 1 პლუსი. ვიდეოს ჩაწერას ვუსწრებ. მანქანა არა, მაგრამ ადამიანი ვიპოვებ გზავრად. აი რო ჩერდები მაშინ უფრო მტკივდება ფეხი. აუ რამდენიმე დღე არ შეუწუხები ვასაებ. მორბის. არ მიშვებს დავაგვიანე. ჩაუწერა ფონე. ვიდეოს. ტელეფონზე რომელი საათია? ნახევარია. ზუსტად ნახევარია, ეგ ვიკითხე. ნინო რაღაც დადიხარ? თორმეტის ნახევარია. 9-ის ნახევარზე მოვედი სახლში. ხო.
3 საათისაც წავიდა. გუშინ წინ ივანე მითხრა რომ სანამ არ ხვაო დაიწყებაო საცივი რა იშვიათად რომ რამე მოითხოვოს ხოლმე და რამე მოუნდეთ. საცივი მოუნდა. ხო და რომ მოვედი დავიწყე საცივი და გავუკეთე რომ ხვალ ჭამოს. მე თორა გიჟური დღე იყო. საშინელი იქაც უნდა ჩაგვეწერა ვიდეო ერთად. ან ლაივი გვინდოდა, მაგრამ ისე დავრბოდით გიჟებივით, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. საერთოდ. და კიდე კაი დღეს რომელი სმენაც იყო, ხვალ იგივე სმენა, ისეთი დავტოვეთ იქავრობა, რომ ხვალ რო სხვა სმენა ყოფილიყო. ალბათ მიგვას იკუდილებთ, მე კი ორივეში მიწევს ხოლმე, მაგრამ აი. არა, ეგეთები სმენა როცა იცვლება, იდეალურად უტოვებენ ერთმანეთს, მაგრამ მაინც ვიცოდე. ნასკები ჩავიწვეთ. ფეხი მტკივა. დილას ხომ ეტკინა. მე მთელი დღის მანძილზე იქ საერთოდ არ მიგვრწნია რომ მტკიო. საერთოდ. და აქ ამტკივდა ის. რა ვიცი, თქოს თავიდან მშველოდა ეწამალდა, ხა. რავი. ან დრო უნდა გავიდეს, ან შიგადაშიგ შემახსენებს ხოლმე თავს, ან არ ვიცი. ეხლა მივხვდავთ იმისა, რომ მაგარი დაღლილი ვარ. ჯერ ვერ დავწვევი. იმიტომ ცოტა აქ თუ არ გამოვედი ხოლმე ვერ ვიცინებ. არ არსებობს. ეტყვი. ხო და რადგან არ ვიცინებთ ჯერ. თმებს ვიშრობ ასე იყოს. ვაი მე რა კარგია. ნასკოს ვეძებდი და მეორეც ჩამიცვია. ხვალღა ვმუშაობ, ხვალღა. პარასკევი შაბათი კვირა არა. და პარასკევი შაბათი კვირა ვარ სახლში. კვირას არა ვარ. ცხეთაში ვარ კვირას. პარასკევს დილით ისე უნდა ისავქნა. ის რაღაცები რო გავრეცხე ისინი რა ქვია ის სარკიანი ის მინდა კიდე რა ვისადმე ადგილი მოუძებნო და ის პატარა ტუმბურა ძველი მქონდა. უბრალოდ მივალაგო. ეზო. ანუ ეს დღეები რო გასული რა ისადაც რაღაცას დავდებ იქ ვტოვებ რა. ხოდა ეს ორი დღე მაგისთვის გამოვიყენებ თან. პარასკევს ტუბარს ველოდები და იმედია მოვა. ხელი მაქვს დავწვარ და სად დავიწვი არ მახსოვს. მე მიხარხლო დღეს ჯერ პატარა ტორტია მაწყობინა ამ ხელ. ბენტო ტორტი. რას საყვარელი. და მე ამაწყობინა დიდი ტორტი. სადღაც 30 ნაჭრიანი ტორტი, პირველად ავაწყმაქლა ტორტი. და თვითონ აწყობდა 100 ნაჭრიანს. გახსოვთ ტრეილერის ის რო გავაკეთეთ. ხო გახსოვთ. ტორტი. ხვალე გვაქვს ანალოგიური, ოღონდ კუზაუანი. და ანუ ის კარკას და რაღაცა უკვე გავამზადე, მზად არის, მარტო ტორტზე უნდა ვიმუშაოთ. ეგ გვაქვს
საქორწილო ტორტი გვაქვს, რაღაცა პაჭი-პუჭი ტორტებიც გვაქვს. და თავარი ამოცანა არის იმის, დღეს ვერ მოვასწარით ამ საღამოს ტორტი, ეს მანქანის ტორტს. აი ეს აქვს, ეს რო აქვს, ხო იცი? ამ წე თუ ეს ამოსათხრელი რაღაც არ ვიცი რა, ყოში თუ რაღაც. ეგ აქვს. ხო და ეგ გვინდა რომ ისე დავამზადოთ, რომ მოძრაობდეს. ამიტომ ვფიქრობ, ხვალე გამახსენეთ, ძალიან აგთხოვთ, ხათო შენ ხო ვიცი არ და გალიწყდება, ცხელი წებო წაიღეთქო. მითხარი რომ ცხელი წებოთი უნდა ავაწყო კარტონით კარკასი. ზედ უნდა გადავაკრა მარციპანი და უნდა ვეცადო რომ ეს ყოში ამოძრავდეს. ნუ ტექნიკის ამბავია თორე, ნუ განა მოძრავი ყოში გთხოვეს. მე მინდა. ხვალე გამოცდა მაქვს დაახლოებით. იმიტომ რომ მივალ თუ არა 11 საათზე უნდა წაიღონ ტორტი, ჩვენ 10-ზე მივდივართ. მე დღეს მივედი 9-ს 11-ის. კარები დამიკიდე. დამიკიდე და აღარ მიხებდა. ზამაგერ დღეს წამოველი გვიან. ანუ იქ მიველი გვიან და აქ ცოტა გვიან წამოველი. ხო და რა მაქვს ტორტი უნდა წაიღონ 11 საათზე, ისეთი არაფერი, მაგრამ ავი 1 საათში ბურთებიც უნდა გამოვჭრა და ის ყველაფერი. ნუ მოსულა, რაღაცა იქნება. გუშინ ძალიან მინდოდა საღამოთი ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ გუშინ რო იტყვიან, ხვალე დილით თუ მოვასწარი, ხვალე დილით ჩავწერ ვიდეოს. იმიტომ რომ გუშინ გამაუბედურა ხალხნო ჩემო უფროსმა, გამაუბედურა. იმისთანაც ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი გუშინ, რომ განცხადების დაწერას ფიქრობდი დამასვლას. ხო და რადგან დილას თანლაგების პროცესში მამა პაისის სერიალი დავასრულე, რომელსაც თავისუფალ დროს ან რაღაცას რო ვაკეთებდი, მაშინ უყურებდი და გითხარით კიდეც რა, რომ დასაწყისში რომ ძალიანაც მინდოდა გაგრძელებული იყო, მაგრამ სამწუხაროდ დამთავრდა. ამიტომ რადგან დილეობით მაგას უცხოვდი ხოლმე დროს, ეს ერთი კვირა ძალიან ვიცდები, რომ ხვალე სანამ წავალ ვიდეო ჩავწერო, ხვალე ადრე უნდა გავიდე და ახლობით 15-8 კვირა მაგას უნდა გავყვერო. ან უნდა წავიდე, რომ ესა რა ქვია, ტორტი. ადრეა ასაწობი და ხვალე თუ ისე მოვახერხე, დილით შეიძლება ლაივიც ჩავრთად, ვიცინოთ, ვიხუხუნოთ და ასე შემდეგ. რამდენად გამოვარ ვიცი, იმიტომ რომ როდესაც ერთდროულად არის ჩართული მიქსერი. 2 პატარა მიქსერი. 1 დიდი ჯამიანი მიქსერი და პლუს კიდე რა ხმაურობს ხოლმე. ნუ პრინციპში მეტმა რაღა უნდა იხმაუროს. ეგ ამბები. პარალელურად რა ვიცი, ვირუსია თუ რა არის, არ ვიცი, ივანე მყავდათ. დღეს სახში იყოსო, შენ სხვა გქონიან თავის ტკივილი არამე ბარბარე? თავის ტკივილი არამე ხო რა გქონია შენც? თავის ტკივა და სიცხე გქონდა მაღალი. იქიდან კამანდრობდი რა დროს რა დაელია და ავადმყოფი რო გეტყვი საცივი მინდაო, კი უნდა გავუკეთო. ხახნ ისეთი გემრიელი გამოვიდა, სანამ ქათამს ჩავაწყობდი და რაღაცა მაგ შემთხვევაში გავსინჯი რა და კარტოფილის შეწყოლა სანამ მოვედი და მაგას მოვასხის. ახლა ბარკლით გავაკეთე და იმ ბულიონი არ მიხმარია, წვენის წყალი დავასხი. ხო და იმას დავასხი რა კარტოფილს, აურა გემრი, არ დაგისხია შენ, მაგრამ ამას არ უყვარ. ისეთი გემრიელად მივირთვი თან კარგა მშიოდა და იქ აღარ ვჭამე. რო ვიცოდი რომ საცივი მქონდა გასაკეთებელი, მეთქი დადამბლავებული ვიქნები და აღარ ვჭამე. ამიტომ აი ესე იყო ჩემი დღე, იმიტომ დამაგვიანდა ხალხო, არც ვიდეო ვერ დავამთავრე, ვერ ჩავწერე და ასე შემდეგ. აი ხო გეუბნით. მივხვდავდი იმისა, რომ მე შეთანხმებული ვარ, რომ უნდა შვიცზე წამოვიდე, ანუ ისეთ სიტუაცია ხოლმე რაღაცა მაქვს დასამთავრებელი და ვერ მოვდივარ. ფიზიკან არ მიშვებენ რაღაც. ანუ ვერ დაანებებ, როცა გასაკეთებელი გრჩება.
დღესაც ეგეთ სიტუაცია იყო, ანუ ოფიციალურად 8 საათზე გადავიდნენ რა, მაგრამ 9:30-ზე წამოვედით, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი და ხან ისე იქნება ხოლმე და ხან ისე, ну, არ არის პრობლემა. თავარი ის იყო, რომ დღევანდელ დღეს ხა სახში იყვნენ ყველანი და ცეკვის დროს ცეკვა რო აქვთ ხოლმე მარტო რო არ დარჩეს ნინო, მაგიტო სამშაბათი და ხუთშაბათი მოვდივარ ხოლმე სწრაფად. ასე ხვალეც ადრე წამოვალა. ადრე რა, 7 საათისთვის. შევხედო ხან ნინო რაღაცას დაფაცურობს და აუ ივანისთვის არის წამალი უნდა მიგეცა და დალიანეტა მესამე არ ამგონი ახველებს და სიცხე ნახოთ ხვალ როგორ იქნება. ხვალ დილით უნდა ადგე ადრე რაც გასაკეთებელია გავაკეთო რომ მე უბრალოდ ყავა ერთად დავლიოთ და მთავარია ვიდეო ჩავწერო ატვირთვით იქაც ავტვირთავ იმიტომ რომ Wi-Fi-სთან მაქვს კავშირი ანუ იქ Wi-Fi-ის გარეშე შანსი არ არის იმუშავა ხო შევკეთა ხო ფასი ხო გითხარით Wi-Fi რო არა იმიტომ რომ ფიზიკურად სურათებს მიგზავნის უნდა დასახატია თუ რაც არის გამოსაძერწი ჩემი ტელეფონი აი მე ხარ გუშინ ვაკეთებდი სპაიდერმენის ტორტს აუ ეგ ტორტი მაქვს ჩასაგდები ნინოს გავაკეთე უბრალოდ სპაიდერმენის ტორტი ნუ ხვალე მოგიყვებით მაგაზე იმაზე რა ქვია სტრესზე ხო და ხო სპაიდერმენის ტორტი გავაკეთე ფათაფუთით ჩქარა და ის იყო პარალელურად მქონდა მეორე ტორტი და ისე მოხდა რომ მოვიდნენ ორივენი ერთად და მაგ თემაზე მინდოდა თქვენთან მომეყოლა რომ გამოუბედურა და დამაფეთიანა და სპაიდერმენის სურათს რო თავდი წამ დაუწო ყოველ 10 წამში მიქრებოდა ტელეფონის ეკრანი ხო და არასოდეს არ გადამიყენებია და გადმომიყენებია ეს ტელეფონი რომ ქარხნულზე არის როგორც იყო ისე იყო რა ისე ხმარობ უკვე რა მე-4 წელია ან მე-3 არ ვიცი რა ძალიან მიყვარს ეს ტელეფონი იმიტომ რომ ბელა მაჩუკა თუ მიყურებ ბელა მოკითხვა ანუშკის და ჟენც ხო და შევედი მე პარამეტრებში რომ მეთქი იქნებ ვიპოვო მეთქი და ისე ადვილად ვიპოვე რომ დავაყენე 30 წუთზე რომ ეკრანი არ ჩაქრეს იმიტომ რომ ეს მარციპანიანი და ჟელიან ხელს რო უსმევ იმას ტელეფონს აი მე სულ გაპუხილი იყო ხარ ძლივს გავასურდა ძლივს და შენერე თუ იმუშავე რომ არ აქრება და გიდგა ტელეფონი ასე ой შევხედოთ ნინოს მაინც რა გიჭირა რა თქინდი ეხლა იქ დადი ჩადე და დაწექი დროს აბა მიდიანთეის რა უნდა გაიტანო აიღე მე ამას ჩავაქრო აიღე დილით არ გავიწყდეს მაგის წაღება მიდი დროზე დაწვა გაიძინა ხანი ფეხი როგორ მტკიფა აბა წადი აბა ჰე კარგად დაიფარე ეს იონეს წინა უკვე ეხლა მასაც გავაგდებ გრახველებს ნახეთ დილას მე რა მოვწყვეტ ნახეთ რა ლამაზია
ესა ჩემი ბაღი, ჩემი ბარბადუნიებია, ნახეთ რა საყვარლობა. მოვტყუდი მე რამდენიმე ხნის წინ 4 ერთად ყავდა და დამავიწყდა, უნდა მომეკრიფა და ასე ჩამედო, რომ აქ ხოლმე დიდხანს გაძლებს ვარდი, ვიდრე გარეთ სიცივეში და ანუ ისე გაიშალა, რომ ის 2 დღე დამავიწყდა და აზრი არ ჰქონდა ხა შემოტანა. წავედი ხა მოკლედ. 1-15 წუთი, 20 წუთი, რომ ესე ვიჯდე ეს გაშლილი ფეხი მდგომარეობაში. გამისვენებ და იმედია გამიგდეს. აბა ძილინების ხალხო. და ვინც დილით მეყურებს, დილამშვიდობისად.